კიდევ ერთხელ გამარჯობათ მეგობრებო. ახლა ცხარი ჭამის გზაზე ვიმყოფები და პატარა ვიდეოს ჩაწერა მომინდა. სხვათა შორის ამ ადგილზე ადრეს ჩამიწერია ვიდეო და თორცები 1-2 ჯერ განახეთ ეს ადგილი, მაშინ გაუბედურებული იყო, ეკალბარდებში დაფარული იყო ხელოვნების ის ნიმუში, რომელსაც ახლა განახებთ. აი აქედან ცხარი ჭამიაში ამომავალ გზაზე, სხვათა შორის ახალ გაკეთებული გზა არის ეს. არის გამოკრული ახეთ აი ესეთი რაღაცები. ეს არის ხა ძალიან ჟარგონებით უნდა ვისაუბრო. სოვიეტსკის საიუზის დროინდელი კედლის უნიკალური მხატვრობა. კედლის მხატვრობაც არ არის, უფრო მოზაიკურ მხატვრობას ეძახიან ამათ. აი ეგეთ იყო ცხარი ჭამისკენ პიონერთა ქალაქი ცისკარი. დღევანდელმა ბავშვებმა შეიძლება არც იცოდნენ რომ პიონერია ზოგადად პირველობას ნიშნავს. იყო პიონერი, ეს ნიშნავდა იყო პირველი. თუმცა მე აღმოჩნდა რომ 90%-ზე მეც სიტყვა პიონერი ეგონა კომუნისტური გადმონაშთის სიტყვა. დააკვირდით ამ ფრინველებს. ხვდებით რა ფრინველებია? ეს არის ტრედები. ტრედები კიდე ასოცირდება მშვიდობასთან. იცით რა პერიოდია ეს? მაშინ როცა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის გამალებული ბირთვული ცივი ომისთვის მზადება მიმდინარეობდა, ამერიკელებმა შემოაგდეს თავისი მშვიდობის ელჩი, რომელსაც სახელად უწოდეს რა იმ ბავშვს მართლა ერქვა თავის სახელი და უარი და მართლა არსებობდა ეს ბავშვი სამანტა სმიტი. ეს სამანტა სმიტი შემდეგ მოკლეს. თვითმფრინავში ააფეთქეს თუ არ ვცდები, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ამ პერიოდში სწორედ მშვიდობის ელჩის სტატუსით დაუპირისპირდა ამერიკული შეერთებული შტატების მშვიდობის ელჩს სამანტა სმიტს საბჭოთა გოგონა კატია ლიჩოვა. აი მას დააკვირდით რაზე ქონდათ აქცენტი გაკეთებული კომუნისტებს, როცა ახალგაზრდებს და პიონერებს ეხებოდათ საქმე. ხვდებით აქცენტებს განათლებაზე. განსაკუთრებით ახალ თაობას ეზარება ხოლმე ისტორიის სწავლა და იმის გადახედვა თუ რა იყო სინამდვილეში სოვიეტსკის საიუზი და რით შეიძლება გავდეს ის ახლანდელ ევროსაიუზს, საიდკენაც მიგვერეკებიან და საიდკენაც ესე ხელგამოღადრული გვეხვეწებიან, რომ ჩვენი კანონების გათვალისწინებით შემოდითო. მოკლედ, ეს არის სოვიეტსკის საიუზის 15 მასში შემოვალი 15 რესპუბლიკის დროშა. აი ნახეთ. აი ამ მართლა უნიკალურ მოზაიკაზე, რომელიც შემორჩენილია ცხარი ჭამის ბანაკისკენ მიმავალ გზაზე. აი ნახევრად განადგურებულია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ნახევრად ხო ნორმალურად არის. აი სულ სავსე იყო ეკალბარდებით. აი ეს ტერიტორია სავსე იყო ეკალბარდებით, როცა პირველად გადავიღე და მოუწოდე ვისაც საჭირო იყო იმას, რომ აი ეს ადგილი გაეთავისუფლებინათ და გაელამაზებინათ, კარგია რომ გააკეთეს, ხო? იმას ვამბობდი, რომ სოვიეტსკის საიუზიდან სანამ ევროსაიუზისკენ გზას გავივლიდით, იქამდე აი ეს ბავშვებო იყო საბჭოთა საქართველოს დროშა. 1921 წლიდან, როცა საბჭოთა კავშირი რუსეთმა ოკუპაცია გაუკეთა 25 თებერვალს მოღალატე ქართველების სახით და ხელით, მას შემდეგ ვიდრე 1991 წლამდე აი ეს იყო საქართველოს სახელმწიფო დროშა. წავიდეთ აუყვეთ ახლა კიდევ რა აქცენტები ქონდათ კომუნისტებს ახალგაზრდობასთან მიმართებაში. აი ნახეთ აქცენტები, აი ძალიან კარგად ჩანს რაზე იყვნენ ისინი ორიენტირებული. კარგიც ვთქვათ, რატო მარტო ცუდი კი არ ქონა კაცო იმ საბჭოთა კავშირს. ახლა რომ უყურებ და ვადარებ სოვიეტსკის საიუზს და ევროსაიუზს, აქცენტების განსხვავებასაც ძალიან კარგად ვხედავ, იმიტომ რომ მე სოვიეტსკის საიუზში დაბადებული კაცი ვარ და ახლა ევროსაიუზის საქმენის საგმირონიასაც კარგად ვხედავ და ძალიან მარტივად შემიძლია მათ შორის კარგის და ცუდის განსხვავება ერთის და მეორეს. ეს ნახეთ აქცენტები ისევ განათლება და ხელოვნება და კულტურა. შეხედეთ
სპორტი, ხედავთ აქ ჭადრაკს. ხედავთ ხო? ბამბიქტონს, ბურთებს. აქეთ კოსმოსის განვითარება. აი აქ კომუნისტები მსგავსი სახის, ნახე, სად ვართ, უბრალოდ ტყეში ვართ რა, ფაქტიურად კი არა და ტყეში ვართ გზაზე. შეხედე? სანამ აქ მძიმე ტექნიკა ჩაივლის მანქანებს, უბრალოდ უგდეთ ყური სად ვარ. ხო, აი ამ აქცენტებს ხო რეკლამირებას უკეთებდნენ ყველგან, სადაც შეეძლოთ კომუნისტები, იქნებოდა ეს ტყე, ღრე თუ კლდეები. აბა აქ რა წერია დავაკვირდეთ. ხო. კი, ქონდათ ასეთი ლოზუნგი კომუნისტებს დაე მუდამ იყოს მზე. და აქვე ქვევით რუსული შესატყვისი პუსიკ და ბუძით სონც. ძალიან საინტერესო სლოგანი ქონიათ კომუნისტებს. აქაც შემორჩენილი ესეთი ნახატები. აბა წამოეხა იქით გადავიდეთ. ამ მოზაიკურ ნახატებში ძალიან კარგად ჩანს მიდგომა ყველაფრისადმი. ნახეთ ეს კოსმოსის ათვისების სარეკლამო ბანერი. შეხედეთ საბჭოთა მოქალაქეები კოსმოსში როგორ გაიჭნენ და როგორ ეფერებიან ვარსკვლავებს. ეს რა თქმა უნდა კვლავ შემოქმედებითი წვის რეკლამირება, ფერწერა მხატვრობა. აი აგერ საბჭოთა მხატვარი როგორ ასრულებს პეიზაჟს. ნახეთ, აქაც კვლავ აქცენტები ახალგაზრდობის განვითარების, შენებლობა, აგერ გონიო, ჩაკუჩი. ხო, ნუ მოკლედ რა. აი ეს დიდი მრეწველობის პროპაგანდა. ნახეთ, რობოტი გაიჭდა, შეხედე. მეც მიყვარდა ბავშვობაში რობოტების შექმნა. ნუ ეს სამრეწველო დიდი ინდუსტრიის პროპაგანდა და რეკლამა. აქეთ სოფლის მეურნეობის რეკლამას ეწეოდნენ და პროპაგანდას. სხვა შორის ის, რასაც სოვიეტის საიუზის დროს პროპაგანდა ერქვა, ევროსაიუზის დროს უფრო თითქოს სუბუქად რეკლამას უწოდებთ. აქაც სპორტის პროპაგანდა. შეხედეთ. და კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს პროპაგანდა ხდება წყნეთი კი არა და ცხვარი ჭამიისკენ მიმავალ გზაზე, აი ტყეში. სადაც იყო ცხვარი ჭამიის პიონერთა ბანაკი. კვლავ სპორტის პროპაგანდა. ჯანსაღი ცხოვრების წესის ისევ, აგერ ცურვის პროპაგანდა, ისევ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს ჩემთვის საყვარელი პროპაგანდა. რეკლამა დავარქვათ, მოდი, ევროსაიუზის ენაზე. ის ხელოვნების. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა, მე საბჭოთა კავშირში დაბადებული ბავშვი ვარ, მიცხოვრია და კარგად ვიცი, რა ჰქონდათ ცუდი და კარგი და ვერავითარი თანამედროვე ცხოვრების მოთფიალე ვერ მასწავლის სოვიეტის საიუზს რა ჰქონდა კარგი და რა ჰქონდა ცუდი. ასევე ვერასოდეს ვერ მასწავლის და ვერ მიკარნახებს, რა შეიძლება ჰქონდეს კარგი ევროსაიუზს და რა შეიძლება ჰქონდეს ცუდი. ამიტომ ძალიან მარტივია ჩემთვის, როგორც ორივე სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანისთვის, შუალედური რგოლის დაჭერა და იმის თქვენთვის მოყოლა, რა ქონდა ერთს კარგი და ცუდი და რა აქვს მეორეს კარგი და ცუდი. ძალიან საინტერესო ნამუშევარი, შეხედეთ. ეს დარეჯანი, ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების პროპაგანდა, შეხედეთ. ეს ჩვენი ლუარსაბი, ეს ჩვენი დარეჯანი. ეს არის კომუნისტების დროინდელი პროპაგანდა, როცა ისინი ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებს უკეთებდნენ რეკლამირებას. აი, მარტივი დამამტკიცებელი საბუთი. აი აგერ. ისინი სხვათა შორის სტალინის თამადობით, იმიტომ რომ სტალინი როგორც ყველაზე დიდი მეომარი ქართველი ღირსეული კაცი იყო ამის მოთავე და სხვათა შორის მსგავსი
პროპაგანდისტული, შეხედეთ. ეს დედაბოძია, დიდი მიხვედრა არ უნდა. პროპაგანდისტული ნამუშევრები ყველგან იყო, სადაც კი შეიძლება. აი ეს არის ოჯახის პროპაგანდის ძალიან მამაზი ნამუშევარი. შეხედეთ როგორი ნამუშევრებია ბუ ჩოხაში. ჩოხა ახალუხის პროპაგანდაც კი იყო. ანუ აქ ჩანს იმ სისტემის, სოვიეტский საერთო დროინდელი სისტემის დადებითი მხარეები. ეს ზღაპრის გმირების პროპაგანდა შეხედეთ, ივერიის მულტფილმები, სოფლის მაშენებლები. აგერ ხედავთ, ამჩნევთ ხო? ეს დამავიწყდა ამ მულტფილმის სახელი რა ერქვა, ბოლოკა ერქვა თუ არ ვცდები. აგერ შეხედეთ. მულტფილმების როლი საბჭოთა კავშირის ბავშვის აღზრდაში იყო ერთ-ერთი პრიორიტეტული, იმიტომ რომ ისინი აკეთებდნენ ისეთ მულტიპლიკაციურ ფილმებს, რომლებსაც ჰქონდათ პროპაგანდის, რა თქმა უნდა, მიზანი, მაგრამ ასევე ჰქონდათ ბავშვთა სულიერი აღზრდის ქვეტექსტები. და აქ, რა თქმა უნდა, ნახეთ სვანეთის რეკლამა, შეხედეთ. არ ვიცი, რამდენად ჩანს, ახლოს მივიწევი. აი სვანური კოშკები. და კიდევ ერთხელ გიომნა ის სვანი. ვაჟკაცები თავის ოჯახთან, ხედავთ ხო ალბათ? აი სვანური კოშკების მონუმენტური გრაფიკული ნამუშევრები ამ კედლებზე. ხო, და ეს ხდება სად? ეს ხდება ცხვარიჭამისკენ მიმავალ გზაზე. გზაზე, რომელსაც ახლა მივყავართ უკვე კერძო სექტორის დაჩებისკენ. მას შემდეგ რაც სოვიეტский საიუზი დაიშალა და საქართველოს პრიორიტეტულად კონსტიტუციით ევროსაიუზისკენ მოინდომა გადაბარგება, კერძო სექტორმა შეისყიდა ცხვარიჭამის პიონერთა ბანაკების ადგილები და ახლა იქ ჩაულებრივად მოსახლეები ცხოვრობენ თავიანთ აგარაკებში, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი მეგობარი, ვისთანაც ახლა მივდივარ. მაგრამ ის რაც ახლა გაჩვენეთ თქვენ აი ამ გზაზე მიმავალ მსგავსი ტიპის პროპაგანდისტული სარეკლამო საბჭოთა კავშირის დროინდელი მონუმენტები ძალიან ბევრგან არის თელ საქართველოში და მოგეხსენებათ ეს არ იყო იმ დროისათვის დეფიციტური ამბავი და დღემდე ბევრგან კარგადაა შემონახული აი ეს ნამუშევრები ისე როგორც აქ. მოდი თამამად ვთქვათ, რომ თავის პლუსები და თავის მინუსები აქვს ყველაფერს. აბსოლუტურად ყველაფერს, ისე როგორც ადამიანებს, ასევე ადამიანებისგან შემდგარ ქვეყნებს. ну, ქვეყნების გაერთიანებასაც. ეს იქნება ევროსაიუზი, თუ ეს იქნება სოვიეტский საიუზი. საქართველოს იმიტომ გამოიქცა სოვიეტский საიუზის იმ ცუდი გავლენებისგან, რომ მას თავისუფლება, დამოუკიდებლობა და რეალური დამოუკიდებლობა სწყუროდა და საკუთარი ბედის თავად განსაზღვრა და არა ვიღაც პიჟონების მხრიდან ან ძალით ან მორალურად თავს მოხვევა რამის. აი ამის გამო დაიშალა სოვიეტский საიუზი, რაშიც დიდი წვლილი რა თქმა უნდა ამერიკელებს მიუძღვით, მაგრამ ქართველებსაც თავის წვლილი აქვს ჩეტანილი სოვიეტский საიუზის დაშლაში. ხო და ევროსაიუზელებო, გუში რომ მოინდომეთ და სავიზო რეჟიმის გაუქმება რომ გაკანკალებდათ და გაკაცკაცებდათ კბილებში საქართველოს რომ დაგეწესებინათ და არ გამოგივიდათ. გაითვალისწინეთ წარსულის მაგალითები სხვა ისეთი ქვეყნების და ქვეყნების გაერთიანებებისა, როგორც იყო სოვიეტский საიუზი. საქართველოს სოვიეტский საიუზის დროსაც დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო და შეინარჩუნა ყველაფერი და ევროსაიუზის დროსაც დამოუკიდებელი იქნება და შეინარჩუნებს ყველაფერს. მათ შორის ყველაზე პირველს, რასაც ქვია ნაღდი ქართლობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართლობა
არ ნიშნავს გვარით მოკართველე ადამიანთა საცხოვრებელს. აბა ხედა, აბა ხო გამგებმა გაიგოს, ეხა მე რაც დაგათვალიერებინეთ და რაც განახეთ და თუ ვერც გაიგებთ კიდე ბოდიში და ამჩემს მიხეილ როც. კარგად ბრძანდებოდეთ.